ანუ არ მოხდა რა ვიცი, მე ვერ ვიცი კარგად პისტოლეტს. მომიტევეთ. ავიც შესახედავად არა ესეთი, აი ამაზე რო ხა ლაპარაკი ავტეხო, ხო? არის გეუბნებით კიდევ ერთხელ აი ეს გლოკის განხილვები მაქვს. ძალიან, რავი, ყოჩაღ რა, თურქებს მე შემიძლია ესე ორი ხელი ტაში დაუყრა, რომ ესეთი არაღი დაამზადეს. კიდევ ერთხელ ვთქვა, შეიძლება კი არა და ალბათ უეჭველი ნამდვილ გლოკზე, ავსტრიულ გლოკზე შედარებით რკინა შეიძლება სხვა შემცველობის იყოს, მაგრამ და უფრო ნაკლები რესურსი ქონდეს, მაგრამ ბოლო 1100 ლარი არ არის რა, ველოსიპედი ღირს რა. ასე რომ ძალიან გისჩევთ, თუ ვიღაცამ პისტოლეტის ყიდვა გადაწყვიტეთ, მიბრძანდით ვინჩესტერში, ისამართი რა ახ მაგას. ბოჭორმის 5 ნომერში. კაი ბიჭებიც არიან, აგიხსნია რაღაცას. ჩემ ახლობელმა იყიდა სულ შემთხვევით. თოფის საყიდლად მივიდა და რაღაც გლოკი ეგონა და რაღაცა ფასი და რონახა აიღო და იყიდა რა. იყიდა დამირეკა, ამოვედით აქა და პისტოლეტი და განვიხილეთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი რა.